იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა მოციქულთა ნაკვალევზე, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გახდი მახარებელი, ასე ქვია პროექტს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთნენ მარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგაცლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე. მოგესალმებით. მადლობა დაგულოცეთ. კოტე, გამარჯობა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. აი ამ პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიამ შექმნა სპეციალური საიუბილეო კომისია, რომელიც გეგმავს ღონისძიებებს, რაც ამ დიდი დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში და აი კონკრეტულად გახდი მახარებელი ამ პროექტზე გვინდა რომ ვკითხოთ, რა არის მისი მიზანი, რას გულისხმობს ზოგადად ეს პროექტი მამაშალვა. მოგესალმებით პირველ რიგში, თქვენ იცით რომ ეს 1700 წლის იუბილე არის ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი და ამას საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნავს ჩვენი ერი. არა მარტო ეკლესიაში შეიქმნა ეს საიუბილეო კომისია, სახელმწიფოს აქვს სამთავრობო დონეზე ეს კომისია შექმნილი და არის უამრავი ღონისძიება, სხვათა შორის ძალიან მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი და ერთ-ერთი არის აი ეს მომლოცველობითი ესე ვთქვათ გზა, რომელსაც ქვია საქართველოს გაქრისტიანების გზა, რომელიც იწყება 12 მაისს აჭარიდან, სარფიდან დაიწყება ეს მსვლელობა და 1 ივნისს დაიწყება ჯავახეთიდან. აი ეს მსვლელობა იწყება სარფიდან და გოდერძის უღელტეხილიდან გადმოვლენ და ახალციხეში ეს ორი ჯგუფი შემდგომად შეხვდება ერთმანეთს. აქ იქნება 7 კაციანი ჯგუფები, სადაც ადგილობრივი კოორდინატორი სასულიერო პირები გაუწევენ ორგანიზებას თან ახლდებიან ესე ვთქვათ ამ ჯგუფებს, მოივლიან ყველა სოფელს, ცენტრალურ სოფლებს ესე ვთქვათ. იქ შევლენ და არიგებენ ხატებს, ბროშურებს, იქ იქნება ფილმის ჩვენებები, ყოველი დღე დაიწყება წირვით ან პარაკლისით, როგორც იქნება იქ მოსახერხებელი და ნუ მთავარი მაინც არის ის, რომ აი ეს 1700 წლის სიხარული რაღაცა არამხოლოდ ტელევიზორიდან მოისმინოს ადამიანმა, არამედ ყველას შეეხოს, ყველა ოჯახში შევიდეს აი ეს ბედნიერება და სადაც დაუშვათ გვერდზე სოფლები იქნება, სადაც ეს ჯგუფები ვერ მოახერხებენ შესვლას, ადგილობრივი სამღვდელოება, ადგილობრივი მრევლი მიიღებს ამაში მონაწილეობას და ისინი დაუშვათ გამოტოვებულ სოფლებს ისინი მოილოცავენ, იქ დაარიგებენ ხატებს, ბროშურებს და ამას ვინც გააკეთებს, ყველას რაღაც სიმბოლურად ციგელები გადაეცემათ, ხატები და ეს ბროშურები. დიახ. კოტე, როგორ არის, რა კუთხით არის დავითიანი ჩართული? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად მუშაობა ახალგაზრდების მობილიზების კუთხით ამ მხრივ დავითიანს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, რომ მიიტანოს ინფორმაცია ახალგაზრდებთან. ჩვენ შექმნით სპეციალური აპლიკაციო ფორმატს, რომელიც ჩვენ სოციალურ ქსელებშია განთავსებული და მსურველებს შეუძლია დარეგისტრირდნენ. SC-ები მე შემდგომ გადაეცემა უკვე კომისიას, საორგანიზაციო კომისიას, რომელიც გადაანაწილებს როგორც მამა უმბრძანა 7 კაცად ჯგუფებად, უпростоრად 7 კაციან ჯგუფებად და ჩვენი თავი მიზანია, რომ რაც მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული და ეს ემოციური ბმა ახალგაზრდებს გაყვეთ წელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ბრძანა მამამ, რომ ხოლო ტელევიზიიდან არ არის მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე ადამიანებს შორის ურთიერთობის და ამ სიტყვის გაზიარების კარგი შესაძლებლობა და სწორედ დავითიანიც ეცდება, რომ მაქსიმალურად როგორც თავის წევრები, ისე ეპარქიის ახალგაზრდების და განსაკუთრებით სტუდენტები იყვნენ ჩართულები და ამაში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, აქტიურად არის ჩართული სტუდენტური პარლამენტი, სტუდკავშირები და მოკლედ დიდი ამბები გველოდება წინ. მამაშალვა, თქვენს რომ გითხრათ, ეპარქიებში როგორ მიმდინარეობს აი ეს ინფორმირების პროცესი? ყველა ეპარქიას, მოკლედ ყველა ეპარქიასთან გვაქვს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მათ დაეგზავნათ წერილები, იქიდან უკვე წამოსულია, ესე ვთქვათ, საკონტაქტო პირები, ვინც ჩამოვლენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხდება თბილისში იქნება ეს გადამზადების ერთგვარი კურსები, რომ ეს ადამიანები, ვინც უნდა შემოიაროს საქართველოს, დაახლოებით 4 კვირა დღის განმავლობაში ჩატარდება თბილისში სალექციო კურსები, რომ ერთგვარი წარმოდგენა გქონდეთ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოგზაურონ და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოგზაურობა არ იქნება ერთი მხრივ, შეიძლება რამოდენიმე ჯგუფი იყოს ერთდროულად გასული. ამის ტრანსპორტირებას, ანუ ჩაყვანას, ჩამოყვანას, კვებას და ასე შემდეგ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, საორგანიზაციო ჯგუფი. ესენი დარჩებიან ყოველდღე ოჯახებში,
და მოკლედ ძალიან საინტერესო მსვლელობები და საინტერესო გზა იქნება ეს. დიახ, სასულიერო პირები არიან ხო ჩართული? სასულიერო პირებიც რა თქმა უნდა იქნებიან ჩართული, ვისაც აქვს სურვილი, უბრალოდ სასულიერო პირებს ვერ დავავალდებულებ თავიანთი რეჟიმიდან გამომდინარე, ვისაც აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ძირითადად ეს არის მრევლზე გათვლილი. ჩვენ ველოდებით კიდევ რომ გამოგვიგზავნიან დამატებით, იმიტომ რომ 7 ეტაპად უნდა მოხდეს ეს სალექციო კურსები, ეს არ იქნება ერთხელ ჩატარდა, ეხლა დაიწყება 8 მარტიდან უკვე პირველი ეს ეტაპი. მოსამზადებელი ეტაპს გულისხმობ და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელება ეს სალექციო კურსი 7 ეტაპად, ესე რომ ვთქვათ, ხო. ვისაც ექნება სურვილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დაახლოებით გათვლილი გვაქვს, რომ 2-3000 ადამიანი უნდა იყოს საბოლოო ჯამში და ამაზე შეიძლება ბევრად მეტმაც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს არის ალბათ ის მინიმალური რაოდენობა. როგორც ეპარქიებიდან, ასევე თბილისის ტაძრებიდან შეუძლიათ მრევლს რომ მოგმართონ, გამოაგზავნონ, აქ მოხდება განხილვები შემდგომად და რა თქმა უნდა ამ სალექციო კურსის განმზადება საკმაოდ რთული და შრომატევადი იქნება ალბათ ხომ 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მაგრამ აქ არის ხო მთავარი რაც არის რომ როტაციის პრინციპი იქნება 1-7 ადამიანს, დიახ 7 დღიანი მოგზაურობა იქნება, ერთ კვირაში ჩანაცვლდება ეს 7 და ნუ ხო გაგრძელდება ეს. დიახ, კოტე თქვენ აღნიშნეთ რომ სტუდენტური თვითმმართველობები ძალიან აქტიურად არიან უკვე ჩართულები. აი პრინციპში თქვენთანაც მექნება მამაშალო ეს კითხვა და კოტესთანაც. აი ინფორმაცია მაქსიმალურად ვრცელდება და კომისიები რომელიც შექმნილია როგორც საპატრიარქოში ისე სამთავრობო დონეზე ამას ბუნებრივია ხელს უწყობს და ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულები არიან ადამიანები, აი თუნდაც თქვათ სტუდენტური თვითმმართველობები გასაგებია, მაგრამ უფრო აი ფართო მასშტაბით, მაინც რამდენად აქვს ინფორმაცია რომ ეს დღესასწაული აღინიშნება და რა დღესასწაულზეა საუბარი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? დრო ფაქტიურად წლევანდელი წინან რაც უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით ბევრი შრომა გაიწია მანამდე ეს და პროცესის და წინ კიდე დიდი საინფორმაციო კამპანიებია დაგეგმილი, რომელიც მეტნაკლებად რაღაც შეიძლება კომი კიდე არსებობდეს და უშუალოდ რაღაცა დონეზე, მაგრამ ამას თავისთავად ეს საინფორმაციო კამპანია დაფარავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება უკვე პიროვნულად ადამიანების ჩართულობას და მათ მიერ ამ ინფორმაციის გაზიარებას და გავრცელებას და ეკლესიას თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აუცილებლად გააკეთებს რომ ყველას მივაწინოს ეს ხმა და როცა უკვე ეს პირველი გასვლები შედგება განავრცოს ამას თავისი გაშუქებებიც ექნება და უფრო გზადაგზა, ამიტომ 6 თვე რომ გზადაგზა დაუშვათ ეს ინფორმაციები უფრო მეტად გავრცელდება და უფრო მეტ ჩართულობასაც გაზრდის. დიახ, გახთი מחარობელი, მაგას გულისხმობს, ხო, სწორედ რომ ახაროთ იმ ჯგუფებმა ახარონ იმ ადამიანებს ეს დღესასწაული. 2019 წლის 13 ივლისს პატრიარქმა გვაკურთხა ესე რომ უნდა ვიყოთ ერთმანეთის מחარობლები და რაღაც სამწუხარო ამბის ნაცვლად ერთმანეთს სიხარული ვახაროთ, რაღაცა მადლი მივიტანოთ, ღვთის სიტყვა მივიტანოთ ერთმანეთთან და რაც შეეხება აი ამ ინფორმირებას, ყველა ეპარქიას ყავს თავისი კოორდინატორი, მღვდელმთავრის კურთხევით, რა თქმა უნდა, და ეს კოორდინატორები უზრუნველყოფენ ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად და უშუალოდ ეს სკოლებია, თავის სამრევლო უპირველეს სკოლისა, რა თქმა უნდა, დაწესებულებებია თუ ასე შემდეგ, აქ არ უნდა იყოს მხოლოდ სამრევლო დონეზე. ეს უნდა იყოს მასშტაბური, იგივე რესურს ცენტრი იქნება ეს, პირობითად აი საავადმყოფო იქნება თუ რაღაცა სხვა დაწესებულება, რაღაცა ქარხანა პირობითად თუ ამბობ, ანუ ყველასთან უნდა მივიდეს. ეს 1700 წლის იუბილე არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცა მხოლოდ სამრევლო დონეზე. ეს მთელი ერი უნდა ზეიმობდეს ამას და რაც ესე ვთქვათ პატრიარქმა რაც დაიწყო ჩვენი ერის ესე შემოbrunება და რაცა ესე დავდექით ღვთის გზაზე ესე რომ ვთქვათ ეს უნდა იყოს გვირგვინი უკვე ამ ყველაფრისა რა. ეს არის მთავარი მისია და მიზანი. აი თქვენ აღნიშნეთ რომ სარფიდან დაიწყება და ჯავახეთიდან, აი შემდგომი მარშრუტი როგორი იქნება, ესეც თქვა ალბათ წინასწარ ეს არის სხვადასხვა მარშრუტებია, დიახ, ეს გამოცდილება უკვე მესამედ სტარტდება, მსგავსი ოღონდ ეს ყველაზე მასშტაბური იქნება, აქვე მინდა აღვნიშნო. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტს, რომ დაუშვათ აღმოსავლეთიდან წამოსული ადამიანები წავლენ დასავლეთში პირობითად, სადაც მათთვის შედარებით უცნობია ეს მხარე და იქ მიიღებენ მონაწილეობას, ისევე როგორც აი დაუშვათ პირობითად აჭარიდან წამოსული ეს მრევლი შეიძლება კახეთში წავიდეს და იქ მიიღოს ამ მომლოცველობით მსვლელობაში მონაწილეობა. და ეს ჯგუფებიც იქნება შერეული ჯგუფები, დაუშვათ 7 ადამიანი თუ ერთი მუნიციპალიტეტიდან წამოვიდა, ეს 7-ვე შეიძლება ერთად არ იყოს, პირიქით აირივნენ ერთმანეთში, რომ რაღაცა ეს დიდი სიხარული იყოს და ერთმანეთს გაუზიარონ, გაიცნონ ყველამ ერთმანეთი და ეს სიხარული შემდგომად გაყვეთილი ცხოვრება. მოძრაობა დავითიანი მთელი წლის განმავლობაში
მოძრაობაში უამრავ პროექტს ახორციელებს, მონაწილეობს სხვა პროექტებშიც, რაც იცის კარგად ჩვენმა მაყურებელმა. კონკრეტულად ამ პროექტზე და მსგავსი სახის პროექტებზე მინდა გკითხო, კოტე ახალგაზრდების დაინტერესების კუთხით, რა არის მათთვის მთავარი ინტერესი, რომ მსგავს პროექტებში, რაც მოიცავს მომლოცველობით მოგზაურობას, მიიღონ მონაწილეობა? ძალიან კარგი კითხვა არის ახალგაზრდებისთვის. ეს ყველაფერი არის გამოწვევა და თავისთავად რეალიზება, ახალი უნარების განვითარება, ახალი მეგობრების შეძენა, გარემოში თავის დამკვიდრება და სწორედ ეს რაც მამაობძანა, ის რომ შერეული ჯგუფები იქნებიან, ის რომ დაუშვათ თავისი კუთხიდან სხვა კუთხეში წავა, იქ დარჩება ოჯახებში, ახალ მეგობრებს შეიძენს, კონტაქტებს დაამყარებს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს უკვე ახალი შესაძლებლობა არის, უფრო დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრის შეძენის საშუალება არის და რაც თავარია იმ საიდუმლოებში მონაწილეობა, რაც სულიერ ღირებულებებს უფრო განუმტკიცებს ამ ახალგაზრდებს და აქ ყოველ გასვლაზე იქნება შესაძლებლობა რომ ჩატარდეს პარაკლისი და ეს რომ წირვას, რაც ამ ახალგაზრდებში აამაღლებს თავისთავად ამ ცნობიერებასაც და განამტკიცებს მათ ფასეულობებს. ეს არის ჩვენთვის მეორე გამოწვევა, რომ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობა უფრო გაშლილად მიეცეს და უკვე დანარჩენი ახალგაზრდებზეც არის, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს ახლა 1700 წელი უკვე მოვლენა, ხო, ახლა ამას ჩვენ მოვესწარით და აი ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, რომ ეს გაყვეთ თელი ცხოვრება. ამაშავა წმინდა ნინოს გზა, მომლოცველობითი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა, ისე ცალკეც არის. ანუ ამ პროექტში არ იგულისხმება, ხო? ერთად დაიწყება უბრალოდ ეს გზები, თუმცა ის ტრადიციული რაც იყო ის გაგრძელდება, მაგრამ ამას არ ქვია წმინდა ნინოს და ანდრიას გზა, ამას ქვია საქართველოს გაქრისტიანების გზა, ამ კომისიამ ესე დაარქვა, ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ხაზს უსმევს ეს სათაური უკვე მთელ მისიას, აი ამ მოგზაურობისა, იმიტომ რომ ჩვენი ესე ვთქვათ, მიზანი არის, რომ ეს მისიონერობა მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, აი რაზეც საუბრობდა ახლა კოტე, რომ ამ ახალგაზრდებმა იგრძნონ ეს მთელი პასუხისგებლობა, რა არის მისიონერობა, როგორ შემოვიდა წმინდა ნინო, როგორ გამოიარა ეს გზა, შედიოდა ხო წმინდა ნინოც ახლა სადღაც რჩებოდა, ჩერდებოდა და ეს ყველაფერი გააზრება მოხდეს ამის, რა შემოიტანა ქრისტიანობამ ჩვენ ცხოვრებაში, ფაქტიურად ყველაფერი ჩვენი ერი ქრისტიანობაზეა დაშენებული, კი ბატონო. ყველაფერი ამის გარშემოა და აი ამის გააზრება უნდა მოხდეს და ამის მიტანა უნდა მოხდეს შემდგომად ყველა ოჯახში. აი ეს არის მიზანი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. ჩვენ ვიცით რომ სხვა პროექტებიც არაერთი სხვა პროექტი არის. კი ბატონო. ამ იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი და ჩვენ ეტაპობრივად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და ჩვენი ტელევიზიაც შეასრულებს თავის ფუნქციას და როლს, რომ აი ეს ინფორმაცია მივიდეს საზოგადოებამდე. ჩვენი ნებართვით სანამ დაგემშვიდობებით ვისარგებლებ პირდაპირ ეთერით და დღეს დედაჩემს აქ დაბადების დღე და მიულოცავ პირდაპირ ეთერიდან გილოცავ ბრაჰოს და ეს არის. ჩვენს ვილოცავთ ვიცი პავლით დიდი მადლობა თქვენს და ვილოცავთ ჯანმრთელობას დედის სახელი რომ გვი მაგული კაბატონ მაგულის ვილოცავთ დიდი პატივისცემის ჩვენც ასევე ძალიან დიდი მადლობა დაიხარეთ პარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზის შალვა ჯაჯანიძე და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.